კერძო სკოლა ლიცეუმი კვირიკე. სკოლაში სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე აპრობირებული მეთოდით. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების გარდა მოსწავლეები დამატებით სწავლობენ ორ უცხო ენას, ინგლისურს და რუსულს, საინფორმაციო ტექნოლოგიებს, მხატვრულ შემოქმედებას, ქართულ ცეკვას, ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებს, ჭადრაკს, მეტყველებას. პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან ორჯერადი კვებით. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მოსწავლეები პედაგოგის მეთვალყურეობით ამზადებენ დავალებებს. მისამართი: ალექსანდრე ყაზბეგის 47. დამატებითი ინფორმაციისთვის დაარეკეთ ნომერზე 551 63 30 00. სკოლა ლიცეუმი კვირიკე. მომავლის საქართველოსთვის. გამარჯობათ. ეს არის გადაცემა მასწავლებელი და ჩვენ მისი წამყვანები თენგო პავლიაშვილი და თათია სოსელია გახლავართ. დღეს ჩვენ სტუდიაში მოვიწვიეთ გრიგოლ ხანძთელის ეროვნული სკოლის პედაგოგი და სკოლა ლიცეუმ კვირიკეს დამხმარე მასწავლებელი ირმა ლევერაშვილი. გამარჯობათ ქალბატონო ირმა. გამარჯობათ. დიდი მადლობა მოწვევისათვის. დიდი მადლობა მობრძანებისათვის. მე მინდა თქვენთან პირველი კითხვით გადმოვიდე. რატომ აირჩიეთ მასწავლებლობა? ბავშვობაში, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ პროფესიაზე მიფიქრია, ასე ვთქვათ, ექიმობანაც მითამაშია და სხვა თამაშებიც, მაგრამ რაღაც მასწავლებლობა ძალიან ახლოს იყო ჩემთან, იქედან გამომდინარე, რომ დედა პედაგოგი მყავს, საკმაოდ გამოცდილი და სკოლაში, როდესაც დედასთან მივდიოდი, ვაკვირდებოდი ხოლმე ყოველთვის. და ეს ჩვევა შემდეგ მთელი წლების განმავლობაში გამომყვა და ყველა პედაგოგს ვაკვირდებოდი და მათგან ვიღებდი ყველაფერს საინტერესოს. ვიმახსოვრებდი და შემდეგ უკვე, როდესაც პედაგოგი გამოვედი, შეძლებისდაგარად ვიყენებ ამას ჩემს პრაქტიკაში, რაც მომწონდა, რა თქმა უნდა. როდესაც მე გაგჩენიათ იმის სურვილი, რომ პედაგოგობა აღარ გინდოდათ? არა. ესეთი სურვილი ჯერ არ გამჩენია და იმედი. ანუ ბავშვობიდანვე დაისახეთ მიზანი, რომ პედაგოგი გამხდარიყავით. კი, ასე ვთქვათ, ბავშვობიდან მქონდა ეს სურვილი და სხვათა შორის საკმაოდ გვიან განვახორციელე ეს ჩემი მიზანი და ამდენად ასე ადვილად ვერ შეველევი. ანუ გიყვართ ბავშვები ძალიან მიყვარს, ბავშვებთან ურთიერთობა მიყვარს, ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ ბავშვებისგან და მეც ვცდილობ ვასწავლო, რაც შეიძლება კარგი. მაგრამ ბავშვებისგანაც ძალიან ბევრ რამეს ვიღებ და ვსწავლობ. რატომ დაწყებითი კლასის პედაგოგობა და რატომ არა უფრო მაღალი კლასების? აი ძალიან კარგი კითხვა, იცით, მე დამთავრებული მაქვს ფილოლოგიური და ფაქტიურად უნდა ყოფილიყავი მაღალი კლასების მასწავლებელი, მაგრამ რაღაც გარკვეულ პერიოდში ეს ჩემი უმუშევრობა გაგრძელდა. შემდეგ, როდესაც დავაპირე სკოლაში შესვლა, გადავწყვიტე, რომ შევსულიყავი დაწყებით კლასებში. ბავშვები პატარები მყავდნენ, უკვე გამოცდილება ჩემს შვილებზე გავიარე, ასე ვთქვათ, და უფრო საინტერესოდ მომეჩვენა პატარებთან მუშაობა. ძალიან სუფთანი არიან, ძალიან გულწრფელები, ძალიან თბილები და მათთან გაღებული შრომა რაღაც ერთიორად ნაზღაურდება. და რთული არ არის პატარებთან მუშაობა? ნერვებს არ გიშლიან პატარებაში? არა, რთული როგორ არ არის, თავისი სირთულეები ყველა ასაკს აქვს და რა თქმა უნდა პატარებთან მუშაობასაც, მაგრამ აი ყველას გულის გასაღები უნდა ვიპოვოთ, ამაშია მასწავლებლობის მთელი ეშხი და რა ვიცი, მე ვცდილობ ხოლმე ვიპოვო ბავშვებთან მისასვლელი გულის გასაღები და ჯერჯერობით არ მიჭირს, არ ვიცი. როგორი ბავშვები სწავლობენ თან სკოლაში? ან თქვენ ვისაც ასწავლოთ, თქვენ დამრიგებელი ბრძანდებით? დიახ, დამრიგებელი ვარ. და თქვენ თქვენ ასწავლეთ მარტო თქვენ კლასს, ესე იგი, ხო, დამრიგებელი? კი, მე 3 კლასს ვასწავლი, მე 4 კლასსაც ვასწავლი ქართულს. აქ პირველ კლასს ვასწავლი სკოლა ლიცეუმ კვირიკეში, პირველ კლასელებთან შევდივარ. როგორი თაობა მოდის ბავშვების? ძალიან საინტერესო თაობა მოდის, სხვათა შორის, რომ ვადარებ, ამ პარალელებსაც ვავლებ ჩემ თაობასთან შედარებით. ჩვენ რაღაც შებოჭილი ბავშვები ვიყავით, არ ვიყავით ისეთი გახსნილები და ძალიან მორიდებულები. სხვათა შორის ძალიან საინტერესო ბავშვები მოდიან, იმ კუთხით, რომ ძალიან თავისუფლები არიან. არ ეშინიათ და ერიდებათ საკუთარი აზრის გამოხატვა. ინტერესიანები არიან და აინტერესებთ ყველაფერი. რაც საინტერესოს ქმნის მათთან მუშაობას. სწორია, სწორად თვლით იმ ფაქტს, რომ ბავშვებს არ მიაჩნიათ, გამოხატავენ თავიანთ აზრს პირდაპირ
და არა შემოვლათ, რაც მაგალითად ჩვენ მე პირადად რომ ვიყავ პირველ, მეორე, მესამე კლასში მასწავლებელთან ეს პირდაპირ ასე ვერ გამოვხატავთ. მიშვილისაც კი მერიდებოდა. გეთანხმებით, მეც ასეთი ბავშვები მაქვს გამოვლილი, მაგრამ დღევანდელი ბავშვები ძალიან გახსნილები არიან და პირდაპირ აფიქსირებენ, მაგრამ ამაშია მაგათი ამ ბავშვების ხიბლი, რომ ასე პირდაპირ აფიქსირებენ თავიანთ აზრს და თავიანთ ემოციას. ამ ემოციას მოყვება სიყვარული ორმხრივი მასწავლებლის მხრიდან, ბავშვის მხრიდანაც. მე გეთანხმებით იმაში, რომ ალბათ თქვენ გულისხმობთ, რომ ეს არ უნდა იყოს ზრდილობის ფარგლებს გადასული და რაღაც უზრდილობაში არ უნდა ამაში გეთანხმებით, მაგრამ ამისთვის არის მასწავლებელი, რომ მიუთითოს თუ რაღაც არ არის ისე, როგორც საჭიროა. და კომპიუტერულ მეთოდს სწორად მიიჩნევთ სწავლის სფეროში. და ეს ბუკები რომ შემოიღოს. მე მგონი თქვენ სადამრიგებლობის აუთ ბავშვებს. ხო, მე ჯერ არ მომწევია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კომპიუტერს ძალიან აქტიურად ვიყენებთ. ინფორმაციის მოძიება იქნება თუ ახალი მასალის ახსნის დროს თუ პრეზენტაციების დროს. ნამდვილად ვიყენებთ, მაგრამ აი რო გითხრათ, მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს სკოლაში ასე მასიურად კომპიუტერის შემოტანა საგაკვეთილო პროცესში შეიძლება ვცდები. ძალიან ბევრი დრო აქვს კომპიუტერის ჩართვას, იქ ბავშვებთან დაკავშირებას და 45 წუთი არ არის ესეთი დიდი დრო, რომ ყველაფერი მოასწროს მასწავლებელმა. მით უმეტეს კიდე თუ კომპიუტერი ჩაერთვეს საქმეში. თქვენ ახსენეთ, რომ ინფორმაციის მოძიებისთვის იყენებთ კომპიუტერს, მაგრამ თქვენ ხო პატარა ბავშვი იყავით და თქვენ დროს როგორ ეძებთ მაშინ ინფორმაციას, როცა კომპიუტერი არ იყო? ხო, საინტერესო კითხვაა იმ კუთხით, რომ ჩვენ წიგნებში ვეცებდით ინფორმაციას. კომპიუტერი რადგან ეხალისება ბავშვს, მაგრამ იქაც ხო კითხულობს. ამდენად კითხვასთან კონტაქტი მინდა ხო ბავშვს კონდეს და რა თქმა უნდა წიგნთანაც უნდა კონდეს კონტაქტი და ვავალებთ ხო კონკრეტულ შემთხვევაში წიგნთან მუშაობას ვავალებთ, კონკრეტულ შემთხვევაში კომპიუტერთან მუშაობას სიტუაციიდან გამომდინარე. ისე რომ მისთვის სახალისოც იყოს, საინტერესოც იყოს და სასარგებლოც. კერძო სკოლა ლიცეუმი კვირიკე. სკოლაში სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე აპრობირებული მეთოდით. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების გარდა მოსწავლეები დამატებით სწავლობენ ორ უცხო ენას, ინგლისურს და რუსულს, საინფორმაციო ტექნოლოგიებს, მხატვრულ შემოქმედებას, ქართულ ცეკვას, ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებს, ჭადრაკს, მეტყველებას. პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან ორჯერადი კვებით. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მოსწავლეები პედაგოგის მეთვალყურეობით ამზადებენ დავალებებს. მისამართი: ალექსანდრე ყაზბეგის 47. დამატებითი ინფორმაციისთვის დაარეკეთ ნომერზე 551 63 30 00. სკოლა ლიცეუმი კვირიკე. მომავლის საქართველოსთვის. თქვენ ახსენეთ, რომ მასწავლებლებს აკვირდებოდით დიდი დროის განმავლობაში. არის რაიმე ისეთი, რაც ძალიან დაგამახსოვრდათ? რაიმე თვისება მასწავლებლის რომელიმე საქციელი? კი, რა თქმა უნდა. მყავდა რუსულის მასწავლებელი ბათუმში, როდესაც სწავლობდი და ყოველთვის იყო ძალიან ლამაზად ჩაცმული, არამდიდრულად, სწორად გამიგეთ. ძალიან კოხტად და ლამაზად ჩაცმული და ყოველთვის სადაც იყო ჩაცმული. სხვათა შორის ამ მასწავლებლისგან მე მაქსიმალურად გადმოვიღე ეს, რომ მასწავლებელი არ უნდა იყოს რაღაც ბევრ ფერში გამოწყობილი, რაღაც გამომწვევად ჩაცმული და ბავშვისთვის უნდა იყოს ძალიან საინტერესო მასწავლებლის დანახვა და ასევე საინტერესო შესახედი. ეს გადმოვიღე ვიზუალური მხარეს, რაც შეეხება. ასევე მყავდა ქართულის მასწავლებელი ძალიან დინჯი დარბაისელი ქალბატონი, რომელიც აუღელვებლად ითმენდა ჩვენს სიცელქეებს. მისგან ეს გადმოვიღე, შეძლების დაგვარა ჩემ ხასიათთან მიმართებით. ასე რომ რაღაც ვისწავლე მასწავლებლებისგან, რა თქმა უნდა. ცელქი ბავშვი იყავით? როგორი კლასი? არც ძალიან მშვიდი. კარგი კლასი ყავდა თუ არა და დადიო თუ არა შატალოებზე? ხო. ხშირად დავდიოდით მეთქი, რომ თქვა ყოილი იქნება იმ პერიოდში ესეთი რამეები არ ხდებოდა, მაგრამ შატალოზეც ვარ ნამყოფი. და შატალზე თუ დადიოდით, რა ადგილს ირჩევდით წასასწრად? თაწმინდაზე ვართ ნამყოფი, ერთხელ ვიყავით და ისიც თაწმინდაზე წავედით იქ გავიზარდეთ. სულ ჩატალზე ნაყავი? რომელ კლასში იყავით ჩატალზე? მე 7 კლასში ვიყავით. თქვენი შედარება მაინტერესებს. აი, ძველი სწავლის ძველად ხალხი უფრო კარგად სწავლობდა თუ ახლა უფრო კარგად სწავლობს? ანუ ძველი თაობის ხალხი
просто კარგად სწავლობდა თუ ახლანდ ერთაობის. რა ვიცი, იცით, ისე არ გამინდა გამომივიდეს, რომ ძველი დროის მეხოტბე ვარ, მაგრამ ინფორმაციულად სახელმძღვანელოები ხო მაშინაც მიწევდა როგორც მოსწავლეს სახელმძღვანელოებთან შეხება, შემდეგ მიწევდა როგორც მშობელს სახელმძღვანელოსთან შეხება, ახლა მიწევს როგორც მასწავლებელს, ხო? აი ინფორმაციის და თვალსაზრისით შედარებით მწირი გახდა სახელმძღვანელოები. მაგრამ აი მწირი კი გახდა ეს სახელმძღვანელო ბოდიში დროს ვიტყოს გაწყობენ, მაგრამ წიგნები მაინც საკმაოდ ძიმეა. საკმაოდ ძიმეა, სურათებით არის ძალიან გაჯერებული და იმიტომ ნახატებით კი. მასწავლებელს აქვს დატოვებული, რომ თვითონ დააუხსნას ბავშვს, თუნდაც აი ფიზიკაში არაფერი არ წერია ფაქტობრივად და ისტორიაშიც ანალოგიური სიტუაცია. ნუ დაწყებითებშიც, რა ვიცი, მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ყოველთვის შევიტანო დამხმარე სახელმძღვანელო. იმდენად მარტივია, რომ აი ხო არის განსხვავება ბავშვებს შორისაც. ზოგი უკეთესად ძლევს პროგრამას, ზოგი საშუალოდ, ზოგი შედარებით ნაკლებად შეუძლია ხო დაძლიოს. აი ეს ბავშვები, ვისაც შეუძლია მეტის გაკეთება, რომ რაღაც ერთ ადგილზე არ დაიტკებნონ, ამისათვის მე ყოველთვის შემაგ დამხმარე უფრო გაძლიერებული სახელმძღვანელო, რომ კონდეთ ბავშვებისთვის ხოლოდ. ნუ შემდეგ სურვილი უჩნდება თქვენ წარმოიდგინეს სხვასაც რომ სწორება იყოს რაღაც სხვამ გააკეთა, რატომ მე არ უნდა გავაკეთო, მეც გავაკეთებ და ამდენად ძირითადად ისე გამოდის ხოლმე მთელი კლასი ითვისებს ხოლმე ამ ამ მასალას დამატებით. გონება გახსნელი ბავშვები არიან? ნამდვილად გონება გახსნელი ბავშვები არიან. დამჯერები არიან? დამჯერებიც არიან, გააჩნია რა გავხედულობაში, ხა გაკვეთილზე, საგაკვეთილო პროცესში. არც ერთი ბავშვი არ იქნება დამჯერე, თუ მას არ აინტერესებს ის, რასაც მასწავლებელი სთავაზობს მას, ან რა საქმესაც ავალებს მასწავლებელი, ან სთხოვს, რომ გააკეთო. ჩართულები და აქტიურები და დამჯერები არიან მაშინ, როდესაც ბავშვები დაკავებული არიან თავიანთი საინტერესო საქმით. და რა ხერხს მიმართავთ, რომ ისინი დააინტერესოთ? აი ჩვენთან მაგალითად არის დღეს პრობლემა, რომ საგანი შეიძლება გაინტერესებდეს, თუმცა მასწავლებელმა ისე მოიტანოს შენამდე, რომ გახდა შენთვის უინტერესო. რა ხერხს იყენებთ თქვენ, რომ დააინტერესოთ? მე მაგალითად ქიმია და ფიზიკა რო ავიღოთ. ჯერ ახსნათ ხო უნდა და ისედაც ქიმია და ფიზიკა ბავშვების უდაშინებულები არის. ქიმია, ფიზიკა რო ესპით. არის და ქიმია და ფიზიკა რო ვთქვათ, ახლა საკმაოდ საინტერესო საგნებია. ყოფით დონეზე რო განვიხილოთ ქიმიაც და ფიზიკაც. ჯერ მარტო ქიმიური რეაქციების წარმოდგენის დროს იმდენი საინტერესო რამ ხდება, რაც ყოფა ცხოვრებაშიც აუცილებელია. მე ახლა დიდი ქიმიის ცოდნით ვერ ვიტრაბახებ, მართალია, მაგრამ თუნდაც იმ სოდის და ძმრის რეაქციას რო ნახავს ბავშვი და კიდე ასეც რამდენს. ანუ სკოლებს ამეთი საშუალება არ აქვს, რომ მასწავლებლებმა ეს ანახო. მასწავლებლებმა პროსტორად ანუ ჩაწინა და ჩამოვაყალიბოთ. მასწავლებლებმა ანახონ ბავშვებს ეს რეაქციები. რატო ლაბორატორიები ყველგან არის და ეს არ მოითხოვს დიდ ფინანსების დახარჯვას, ისეთი მარტივ რაღაცები, რითიც შეიძლება მაინც ბავშვი დაინტერესებს. ყოფით დონეზე რაც მიეწოდება, მაინც მეტნაკლებად საინტერესოა ბავშვისთვის. რა ვიცი, ჩემი აზრი ასეთია. რა შეცვლიდით განათლების სისტემაში? ეს საკმაოდ რთული კითხვაა, რო ვთქვა. განათლების სისტემაში როგორც მასწავლებელი, როგორც მასწავლებელი, მასწავლებლებისთვის რო ვთქვათ, ძალიან ბევრი საწერირო არ იყოს ეს პორტფოლიოები, იმიტომ კი არა რომ ეზარებათ მასწავლებელს, იმიტომ რომ მეტი დრო გქონდეთ ბავშვებთან ურთიერთობისთვის და შემდეგი დღისთვის მომზადებისთვის. ამას შევცვლიდი. კომპიუტერს ამოვიღებდი ბავშვებისთვის, აი ეს აუცილებელი რო არის, ასეთ სახეს არ მივცემდი საგაკვეთილო პროცესში კომპიუტერს. კი, საჭიროა ხანდახან, მაგრამ არა ამ დოზით, რაც არის ახლა. რა ვიცი, ახლა ესე ღრმად არ მიფიქრი ამ საკითხებზე და სამომავლოდ? ორიანებს უწევთ ბავშვებს? არა. არა. ანუ არა გაქვთ ის შეგრძნება გამოცდილი თუ რა არის ორიანის წერა? მართალი გითხრათ, ჩემ თავზეც არა მაქვს გამოცდილი ორიანით მიღებული უსიამოვნება და არც ბავშვებს არა, ორიანი არ არის. დაწყებითებში საერთოდ არ იწერება ნიშანი, მე თუ მკითხავთ. და ყოჩაღებს ვუწერ, კომენტარს ვაკეთებ თუ რამე არ მომწონს და არა კონკრეტულად იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც არ მომწონს. და არა ისე, რომ ბავშვს მივაკრა რამე კლიშე, რომ იცუდი ხარ, ან ცელკი ხარ, ასეთი არა. რაიმე ყურიოს ხო ვერ გაიხსენებდი თქვენი ცხოვრებიდან?
მქონდა ასეთი კურიოზი, სასკოლო ცხოვრებას გულისხმობთ. მერვე კლასში ვიყავი. ცოტა მოსწავლე არ ვიყავი ნამდვილად და საკონტროლო ქართული საკონტროლო წერაზე, როდესაც მივედი, ჩვეულებრივად გაკვეთილი დაიწყო, პირველი საკონტროლო წერა იყო. ძალიან არ ვიყავი წერის განწყობაზე. მიუხედავად იმისა, რომ თემა საკმაოდ კარგად მქონდა მომზადებული. მთელი გაკვეთილი ვიჯექი, გადაშლილ რვეულთან და ჩავწერე ლექსი. მასწავლებელს დაუწერე ექსპრომტად ლექსი. ჩავაბარე რვეული, პატიოსანი მოსწავლესავით გამოვედი კლასიდან, გამოვიხურქარებ და წამოვედი. მეორე დღეს კი დამებარა მასწავლებელმა და ლექსით კმაყოფილი იყო, მაგრამ საკონტროლოს არ დაწერით, ძალიან უკმაყოფილო იყო და საყვედურიც მივიღე. და თავიდან დაგაწერე ჩემს. რა თქმა უნდა, აბა მაშინ ესე ვერ გადარჩებოდით. ლექსის დაწერაც გამომივიდა და საკონტროლოს დაწერაც გამომივიდა მოკლედ. და მაშინ იყო მკაცრი ზომები, აი მაგალითად ფორმებთან დაკავშირებით. ფორმებთან დაკავშირებით იყო ნამდვილად. და თქვენ როგორ ფიქრობთ, ახლა უნდა შემოიღონ ფორმები? იცით რა, შეიძლება ესე ფორმები არ შემოიღონ, მაგრამ მეტნაკლებად მოსწავლის სახე მე ვფიქრობ, რომ უნდა კონდეს და სად ერთ ტონალობაში თუ არ იქნებიან, ყოველ შემთხვევაში ბავშვი ძალიან გადაპრანჭული. ხა პატარებს ეს არ ეხებათ, მაგრამ მაღალი კლასის მოსწავლეები ახლა რა ვიცი, ლაკით, საყურებით, მძივებით, პომადით დახატული, რა ვიცი, მე არ მიმაჩნია. ფორმები რომ შემოიღონ, ხო, ანუ ბიჭებს ერთმანეთთან სამოსინო მეცოთ და გოგოებს, ეს მე არ გამოიწვევს თქვენ ბავშვებში დაცინოს ერთმანეთის მიმართ. რატო ჩვენ ხო დავდიოდით ასე? მოხდეს უბრალოდ ის ფორმა? და მისი ნაკლი გამოაჩინოს თქვათ და ანუ მაგალითად ეხა აი ჩვენ ბიჭებმა ვიღაც გოგო ჩვენი სიტყვას კლასზე რო დავინახო და რო გაგვეცინოს უსფათ მასზე რა ეს ფორმა რო არ მოხდა და სასაცილო იყო საკმაოდ. ხო დავდიოდი და არავის არ იცინოდა. რა ვიცი. ეხანდელი თაობა მაინც იმდენად თავისუფალია, ალბათ ამ ჩარჩოებში ვეღარ ჩავსვამთ ფორმის ჩარჩოებში. ძალიან დიდი მადლობა რომ მოგწანდით. მადლობა თქვენ მოწვევისათვის. დღევანდელი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. კერძო სკოლა ლიცეუმი კვირიკე. სკოლაში სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე აპრობირებული მეთოდით. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების გარდა მოსწავლეები დამატებით სწავლობენ ორუცხო ენას, ინგლისურს და რუსულს, საინფორმაციო ტექნოლოგიებს, მხატვრულ შემოქმედებას, ქართულ ცეკვას, ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებს, ჭადრაკს, მეტყველებას. პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან ორჯერადი კვებით. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მოსწავლეები პედაგოგის მეთვალყურეობით ამზადებენ დავალებებს. მისამართი: ალექსანდრე ყაზბეგის 47. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე 551 63 30 00. სკოლა ლიცეუმი კვირიკე. მომავლის საქართველოსთვის.